ანაკლის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო აშენებს. ამის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე მარიამ ქრუვიშვილისგან გავიგეთ. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ გიყვებით საქმიან საღამოში. PMCG-ის კვლევის მიხედვით 2026 წლის ივნისში საქართველოში სასტუმროების ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა, რაც შეეხება წლიურ ჭრილს, ფასებმა 2025 წლის ივნისთან შედარებით 8.4%-ით მოიმატა. თბილისის მერიამ ფილარმონიიდან მეტროსადგურ რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის თითქმის 5 მილიონი ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერის მიხედვით, შესყიდვა ითვალისწინებს თბილისში მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე, ჭობელიძის ქუჩიდან რუსთაველამდე ტროტუარების მოწყობას. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საგზაო პოლიცია სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის შემოწმებას პორტატული აპარატურის მეშვეობით უშუალოდ საგზაო მოძრაობის პირობებში დაიწყებს. დასახლებულ პუნქტებში 23 საათიდან დილის 8 საათამდე ხმაურის ზედაზღვარი 80 დეციბალით განისაზღვრა. ნორმის დარღვევა ითვალისწინებს მზარდ ფინანსურ სანქციებს 100-დან 300 ლარამდე და მართვის მოწმობის კულების კლებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა შესაბამისი მზომი აპარატურის შესყიდვის სახელმწიფო ტენდერების არაერთგზის ჩაშლის გამო პროცესი რამდენიმე თვის დაგვიანებით იწყება. საქართველოს მთავრობამ მოხმარებლებისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რითაც ზეხვეულის ეტიკეტირების წესი გამკაცრდა. ახალი დადგენილებით პროდუქციის წინა შეფუთვაზე კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპონენტი საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს. ამასთან ფორმულაში არ ჩაითვლება ეგრეთ წოდებული მექანიკურად განცალკევებული ხორცი. ახალი სტანდარტი ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა, რაც ინდუსტრიასა და იმპორტიორებს აიძულებს გადააწყონ საწარმოო და მარკეტინგული პროცესები, რათა თავიდან აიცილონ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკები. საქართველოს მთავრობამ ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სტრატეგია რადიკალურად შეცვალა და კერძო პარტნიორობის მოდელიდან ეგრეთ წოდებულ ლენდლორდის კონცეფციაზე გადავიდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო პროექტის 100%-იანი მესაკუთრე ხდება, რაც გამორიცხავს ჩინური კორპორაცია CCC's მონაწილეობას, რომელიც 2024 წელს უპირატეს პრეტენდენტად გამოვლინდა. ახალი გეგმით საჯარო სექტორი თავად დააფინანსებს ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო ცალკეულ ტერმინალებს იჯარით სხვადასხვა ოპერატორებზე გასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უწყება ნიდერლანდური კომპანიისგან პორტ კონსულტანტ როტერდამის სრულად სახელმწიფოებრივ ალტერნატივის შეფასება მიიღო, რითაც წინა 2 წლიანი მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგო გამოდგა. ანაკლის სპორტის მოდელის შეცვლა უშუალოდ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე და დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებას მოითხოვს, რომლის მოზიდვასაც მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გეგმავს. პროექტის პირველი ფაზის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1.1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ბელგიურ კონტრაქტორთან საზღვაო სამუშაოების კონტრაქტის 52 მილიონი დოლარით შემცირებას გამარჯვებად მიიჩნევს, კერძო ინვესტორის ჩანაცვლება მაინც ზრდის ფისკალურ რისკებს. სახელმწიფოს მოუწევს ერთდროულად დააფინანსოს როგორც მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ისე ფუნდამენტური სანაპირო ნაგებობებიც, რაც აქამდე 59%-იანი წილის მქონე პარტნიორის ვალდებულება უნდა ყოფილიყო. ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი თინა ხიდაშელი ანაკლის ტენდერის შეცვლას ჩაშლილ პროცესად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროექტის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება მხოლოდ
პოპულისტური შეფუთვა. მისი ანალიზით ქვეყანამ დაკარგა მინიმუმ 60 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელიც პირველ ფაზაში უნდა შემოსულიყო, რაც ნეგატიურ სიგნალს უგზავნის გლობალურ ბაზარს საქართველოს სტაბილურობის თაობაზე. იდაშელი მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურება და სტრატეგიული ობიექტის რეალური ფუნქციონირების გადავადება პირდაპირ პასუხობს რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, ხოლო ხელშეკრულებების მუდმივი ცვლილება აზიანებს ქვეყნის როგორც სანდო პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მკაცრად აკრიტიკებს მთავრობის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ უცხოელი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე ანაკლიის პორტი შესაძლოა მკვდრად შობილ ბიზნესად იქცეს. მისი განცხადებით, საქმე არა მხოლოდ მშენებლობის ფინანსებში, არამედ პორტის შემდგომ მართვასა და ტვირთნაკადების მოზიდვაშია, რაც საერთაშორისო პარტნიორების გარეშე რთულად განსახორციელებელი იქნება. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ჩინურ მხარესთან სამწლიანი უშედეგო მოლაპარაკებით ქვეყანამ დაკარგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო. ამ დროს შეიცვალა რეგიონული გეოპოლიტიკური მოცემულობა და ხელიდან იქნა გაშვებული შანსები. ანაკლიის პორტის მოდელმა 12 წლის განმავლობაში 3 ძირითადი ფაზა გაიარა. 2014 წელს დაწყებული პირველი მოდელი ითვალისწინებდა 100%-ით კერძო საკუთრებას 59 წლიანი კონცეფციით, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის და საარბიტრაჟო დავების ფონზე 2020 წელს გაუქმდა. 2022 წელს მთავრობამ მეორე მოდელი წარადგინა, სადაც სახელმწიფო კონტროლი 51%-მდე გაიზარდა და 59%-ზე ჩინურ კონსორციუმთან CCCC-თან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. 2026 წლის ივნისში კი ქვეყანა გადავიდა მესამე სრულიად სახელმწიფოებრივ მოდელზე, სადაც ბიუჯეტი იღებს მშენებლობის 100%-იან ტვირთს, რაც გრძელვადიანი და არასტაბილური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგია. რატომ გჭირდება პორტები? ანუ რა ეკონომიკური ძალა აქვთ მათ და როგორ ეხმარებიან ისინი ქვეყნებს განვითარებაში და რეგიონულ თუ გლობალურ დონეზე გაძლიერებაში? ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებიც დღეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება და რომელზე პასუხებსაც თავი ერეკლე ფოლადიშვილმა მოუყარა. ის შემოგვიერთდება და დეტალურად განიხილავს ამ საკითხს ერეკლე საღამომშვიდობის. ეხლა საღამომშვიდობისა და მიუსალმები მაყურებელს. ჩვენ რომ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფო ვიყოთ, ისეთი როგორიც მსოფლიოში ბევრია, მათ შორის ჩვენი მეზობლები თუ ცენტრალური აზიის ქვეყნები, ალბათ ხშირად ვინატრებდით, რომ განგებას ჩვენთვის სხვა ადგილი მოეჩინა. ისეთი, საიდანაც მთელ მსოფლიოში გვექნებოდა გასასვლელი. თუმცა, რა? გვაქვს, მაგრამ 10 წელზე მეტია ვერ დავაწიეთ საშველი. ჩემი მიზანი დღეს სულაც არ იქნება ანაკლიის დღემდე ვერ შემდგარი პორტის მრავალწლიანი ისტორიის მოთხრობა. ეს უკვე ყველას გავლილი გვაქვს. აი, რაც ნამდვილად დაგაინტერესებთ, არის ის რეალური გავლენა, რაც ზოგადად ჩვენნაირმა ზღვაზე ან ოკეანეზე გასასვლელის მქონე ქვეყნებმა იხილეს და ეკონომიკურ შედეგადაც აქციეს. მოდი დავიწყოთ თავად პორტების თანამედროვე შესაძლებლობების მიმოხილვით. დღეს ყველა მოქმედი მათგანი გლობალური ვაჭრობის კრიტიკულ წერტილადაა აქცეული. ისინი მიწოდების ჯაჭვის ფუნდამენტურ საყრდენად ჩამოყალიბდნენ და იმ ფონზე, როცა დღესდღეობით გლობალური სავაჭრო ბრუნვის 80%-ზე მეტი სწორედ საოკეანო გზებზე მოდის, სწორედ პორტები, სანაპიროზე განთავსებული ტერმინალები თამაშობენ მიწასა და წყალს შორის შუამავლის როლს. მხოლოდ 2025 წელს პორტების მეშვეობით 192.9 მილიონი TEUs ტიპის კონტეინერი ჩამოიცალა ტერმინალებში. საუბარია 25 ტრილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე. საინტერესოა, რომ ყველა პორტი ერთსა და იმავე კომერციულ ფუნქციას არასრულებს. თანამედროვე საზღვაო ინფრასტრუქტურა გაყოფილია სპეციალიზაციისა და ტვირთების დამუშავების შესაძლებლობების მიხედვით. მაგალითად, თუ ერთი მხრივ ხვდებით საკონტეინერო პორტებს, რომლებზეც საერთო პორტების უდიდესი ნაწილი მოდის, ხვდებით ნედლეულისთვის სპეციალიზებულად განკუთვნილ ტერმინალებსაც, სადაც ნავთობის, გათხევადებული ბუნებრივი აირისა თუ რკინის მადნის ტრანსპორტირება ხდება. არსებობს ეგრეთ წოდებული Ro-Ros ტიპის პორტებიც, რომლებიც მხოლოდ საავტომობილო და მძიმე ტექნიკის ლოგისტიკაზე არიან ორიენტირებულნი. თუმცა, ასეთი მრავალფეროვნება ჩვენთან ნაკლებად გვხვდება, რადგან არც გვაქვს იმის ფუფუნება თითო პორტი, თითო საკითხს და სექტორს დავუთმოთ. იმ ტიპის პორტი, რომლის აგებასაც აგერ უკვე 10 წელზე მეტია წარუმატებლად ვცდილობთ ანაკლიაში, ელიტური ტიპისად ითვლება, რადგან სტანდარტული ნავსადგურებისაგან განსხვავებით მათ ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურა გამოარჩევთ. ანუ შეუძლიათ 24,000-ზე მეტი TEU კონტეინერით დატვირთული მეგა ხომალდების მიღებაც. ზოგადად პორტი უბრალოდ ტვირთის გატარებისთვის განკუთვნილი ჰაბი რომ არ არის, ამას
თქვენც უჩემოდ მიხვდებით, ის ეკონომიკური აქტივობისა და ფინანსური შემოსავლების გენერირების ერთგვარი წყაროა, თანაც დიდი წყარო. რაც უფრო იზრდება ნავთსადგურის ზომა და გამტარუნარიანობა, იზრდება მისი რეგიონული მულტიპლიკატორული ეფექტი. მაღალი ბრუნვის მქონე ტერმინალების ირგვლივ სწრაფად ვითარდება სპეციალიზებული ინდუსტრიები, იგება ლოგისტიკური ობიექტები, იხსნება საზღვაო დაზღვევის ცენტრები, სავაჭრო თუ სამრეწველო ობიექტები. დარგობრივი მაჩვენებლების თანახმად, ყოველი 1 მილიონი ტემუს დამუშავება ქმნის 1000-მდე პირდაპირ ლოგისტიკურ სამუშაო ადგილს და რეგიონულ ბიზნეს ეკოსისტემაში ათეულობით მილიონი დოლარის შემოდინებასაც უწყობს ხელს. თუ შენდება პორტი, რომლის დანიშნულებაც მკაცრად ინდუსტრიული არ არის, არსებობს მის გარშემო ქალაქების მოწყობის პერსპექტივაც კი. სინგაპური ნავსადგურების ეკონომიკური შესაძლებლობების სწორად დანახვისა და გამოყენების გამორჩეული პრაქტიკული მტკიცებულებაა. როგორც მსოფლიოს წამყვანმა სატრანზიტო ჰაბმა მხოლოდ 2025 წელს ამ ქვეყანამ რეკორდული 44,66 მილიონი TEU კონტეინერი გაატარა და მიიღო 3,22 მილიარდი ბრუტო ტონაჟის მქონე გემები. რაც მთავარია, საკითხის გონივრულად დანახვის ფონზე, დროთა განმავლობაში ეს ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა. დღეს სინგაპურის MŠP-ს 7% დიახ, თითქმის მეათედი სწორედ პორტებზე მოდის და თანაც 170,000 ადამიანით საქმდება. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია პორტს. რისი გაუმჯობესება შეუძლია მას ნებისმიერი ქვეყნისთვის. დღეს ანაკლი სპორტის როგორც ჩვენი დღემდე აუთვისებელი საგანძურის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი გადაიშალა. კიდევ ერთხელ დაიწყო ახალი გვერდის წერა. ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ წინა შემთხვევების მსგავსად ამ ფურცელსაც საჯღაბნი რვეულის გაფუჭებული ფურცელივით არ მოისვრიან ნაგავში. საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა საზღვაო გადაზიდვებია. გლობალური სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი სწორედ გიგანტურ პორტებზე მოდის, რომლებიც კონტეინერებს ერთმანეთთან და კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებენ და გლობალურ ვაჭრობას ეკონომიკურად სარგებლის მომტან საქმიანობად აქცევენ. ვიჟუალ კაპიტალისტის უახლესი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს საზღვაო ჰაბებში აზიის, კერძოდ კი ჩინეთის დომინაცია აბსოლუტურია და მასთან არც ერთი სახელმწიფო ახლოსაც არ მოდის. ამასთან გლობალური კონტეინერების ტრაფიკის 40%-ზე მეტი სწორედ ჩინეთზე მოდის. ამჯერად გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე აქტიური პორტების რეიტინგს, სადაც თვითბრუნვა გაზომილია TEU-ს ერთეულებით. საუბარი უნდა დავიწყოთ ცხადია ჩინეთით და შანხაის პორტით, რომელიც სრულიად დამსახურებულად არის სიაში პირველ ადგილზე და 17 წლის წინ რომ ეს გადაცემა ჩაგვეწერა, 17 წლის წინაც პირველ ადგილას იქნებოდა, ის უკონკურენტოა არა მარტო იმის გამო, რომ მისი მასშტაბი და მოცულობა არის ძალიან დიდი, არამედ იმის გამოც, რომ დროთა განმავლობაში, წლების განმავლობაში ფაქტობრივად ჩინეთის წამყვანი კომპანიები სწორედ შანხაის პორტზე დამოკიდებულები გახდნენ. ის 20%-ს იმ კომპანიებს, რომლებიც ჩინეთის MŠP-ს 20%-ს ქმნიან, სწორედ მათ ემსახურება. 20%-ს, რაც ძალიან დიდი რიცხვია თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის შესაძლებლობებს. აქვე საგულისხმო და გასათვალისწინებელი ფაქტი არის ის, რომ ის ფაქტობრივად 17%-ს ჩინეთში გატარებული კონტეინერების 17%-ს აკონტროლებს. შანხაის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი, რაც უნდა იცოდეთ და მე მგონი ჩინეთისაგან ეს გასაკვირი არ არის, ჩინეთმა მოახერხა, რომ მსოფლიოში გამხდარიყო პირველი სახელმწიფო, ის არ არის პირველი საპორტო ქვეყანა კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა პირველია, სადაც მისი მეოთხე პორტი არის სრულიად ავტომატიზებული. ანუ ერთ ადამიანსაც ვერ იხილავთ იმ ტერიტორიაზე ჩამოცლა, გადაზიდვა. მთელი ეს პროცესი გემის პორტამდე მიყვანა. მთელი ეს პროცესი ხდება ადამიანის გარეშე, რაც არის ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების დამსახურება. ასევე მაღალ ტექნოლოგიურია სინგაპურში წარმოდგენილი პორტიც, რომლის შესახებაც პრინციპში ერეკლე მისაუბრა რამდენიმე წუთის წინათ სინგაპური რაღაცნაირად ეკონომიკურ სასწავლად თუ იქცა, სწორედ ამ პორტის დამსახურება ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა თავისი სიმძლავრითა და აქტიურობით, დაახლოებით 41 მილიონ TEU კონტეინერს ატარებს იგი, როგორც ხედავთ და ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც მას ბუნებრივად აქვს, არის ის, რომ ის განთავსებულია პირდაპირ მალაკის სრუტეში და მალაკის სრუტე დედამიწაზე არსებული ტრაფიკის თითქმის მეოთხედს ატარებს, შესაბამისად, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ვითარება იყოს პლანეტაზე, აქ ყოველთვის იქნებიან გემები. შესაბამისად, ეს პორტი ძალიან დიდია და მრავალფუნქციურია.
შანხაის მსგავსად ისიც სრულად ავტომატიზებულია და ამ წეებით დაწყებული გემების გადამზიდვებით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი იმართება ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატური სისტემების მიერ, რადგანაც ვერც ერთი ადამიანი ამ პორტს უკვე თავს ვეღარ მოაბამს, აქ იმდენი პროცესი მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ის 24/7-ზე მუდმივად მუშაობს, არანაირი შესვენება აქ არ არსებობს და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ მასზე მოდის ქვეყნის ჩლენში და პროდუქტის დაახლოებით 7% და ბოლო პერიოდის განმავლობაში პრინციპში სინგაპურმა რაც კი ეკონომიკური ზრდა დადო, იმ ეკონომიკური ზრდის თითქმის ნახევარი იყო ასოცირებული სწორედ ამ პორტთან, რადგანაც ის კომპანიები თუ ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტებს ქმნიდნენ, უმეტესწილად თავიანთ პროდუქტებს სწორედ აი ამ პორტის დახმარებით ყიდიდნენ და ეს არის ძალიან კარგი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ სტრატეგიულ აქტივს ქვეყანა აქციოს გლობალურად ძალიან დიდ მოთამაშედ და სინგაპური ამჟამად აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, განვითარებული და მდიდარი სახელმწიფოა. სინგაპურიდან ცოტა შორს, თუმცა აზიაში ვჩებით და გადავდივართ ცოტა შორს სამხრეთ კორეაში, სადაც საკმაოდ საინტერესო პორტზე უნდა ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში ბუსანის პორტზე გვაქვს საუბარი, რომელიც ყოველწლიურად ატარებს 24.4 მილიონ ტეუ კონტეინერს. აქვე მარტივად რომ გითხრათ, ტეუ კონტეინერი არის საშუალოდ ის კონტეინერი, რომელიც წარმოგვიდგენია, როცა ვსაუბრობთ კონტეინერებზე ზოგადად, თუმცა უფრო მეტი და საინტერესო დეტალი, რაც უნდა იცოდეთ ბუსანის პორტის შესახებ, არის ის, რომ ეს არის სამხრეთ კორეის ერთგვარი ცენტრი. როცა ვსაუბრობთ გადაზიდვებზე, ეს არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რადგან 3/4 კონტეინერების გადაზიდვისა სწორედ ბუსანის პორტზე მოდის. ფაქტობრივად, რაც მას ამსგავსებს, შეიძლება ითქვას, სინგაპურის პორტს არის ის, რომ სოფლიოში მეორეა იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად მისი გადატვირთვების ნახევარი მოდის უბრალოდ გემიდან გემზე ტვირთის გადატანით, ანუ მისი დანიშნულება თუ შანხაის შემთხვევაში არის უფრო მეტად ექსპორტი, თუ სხვა დასახელებული პორტების შემთხვევაში არის უბრალოდ ან იმპორტი, ამ შემთხვევაში ძირითადი დანიშნულება არის, რომ გაატაროს ტრანსპორტი, რადგან ის არის ერთ-ერთი ცენტრალური საკვანძო მონაკვეთი აზიაში და სწორედ ეს გამოარჩევს მას, თუმცა ესეც საკმაოდ დიდ სარგებელს აძლევს ცხადია ქვეყანას. სხვათა შორის, როცა ვსაუბრობდით შანხაის და სინგაპურის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, სამწუხაროდ სამხრეთ კორეა ჯერ ამ დონეზე არ არის, თუმცა 2045 წლისთვის ემზადებიან იმ დონის ავტომატიზაციისთვის, რომ თუ ახლა 24.4 მილიონ ტეუ კონტეინერს ატარებენ, 2045 წელს ეს მაჩვენებელი 15 მილიონით გაიზრდება და გახდება 40 მილიონი, რაც სამხრეთ კორეას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. აზიიდან დროა გადმოვიდეთ ახლო აღმოსავლეთში და ვისაუბროთ ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პორტზე, ეს არის ჯებელ ალი დუბაი, რომელიც დუბაის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პორტია და ის მთელი აღმოსავლეთის რეგიონისათვის წარმოადგენს ჰაბს. აქ საინტერესო ის არის, რომ საამიროების გავლით რეალურად ამ პორტიდან ტვირთი იღებს წვდომას თითქმის 2 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელზე, რადგანაც დუბაი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჰაბი ამ რეგიონში და როგორც ხედავთ 5.5 მილიონი ტეუ ბრუნვის კონტეინერებს ატარებს სწორედ ზემოხსენებული პორტი. რა არის მის შესახებ ყველაზე საინტერესო? პირველ რიგში ის, რომ ის არის ყველაზე დიდი ხელოვნური პორტი ამ რეიტინგში. თუკი ზოგიერთი მათგანი იყო ნახევრად ბუნებრივი და ნახევრად ხელოვნური, ეს პორტი 100%-ით ადამიანების მიერ არის შექმნილი, როგორც ხედავთ, თავად ნიადაგიც კი სწორედ ადამიანებმა ააშენეს, აქ არ იყო მსგავსი არაფერი ინფრასტრუქტურა, ბუნებრივად ადამიანებმა ხელი შექმნეს ის ფაქტობრივად ხელოვნური გიგანტური კუნძულია, რომელიც ასრულებს პორტის ფუნქციას. ასევე საინტერესო ის არის, რომ ის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაშია რეგისტრირებული და ამიტომაც არის ის ჰაბი და ამიტომაც მოსდონთ გადასახადების კუთხით საერთაშორისო ოპერატორებს სწორედ ამ პორტის გამოყენება და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას აქვს წვდომა ყველაზე ახლოს მყოფ აეროპორტთან და ტვირთი, რომელიც ამ პორტში შედის, შეიძლება თუკი პრემიუმ სერვისს გამოიყენებს 40 წუთში აღმოჩნდეს თვითმფრინავის ბორცვზე და გაფრინდეს იმ მიმართულებით, საითაც მას შეუკვეთავს დამკვეთი კომპანია. ასეთი შედეგი დედამიწაზე არც სხვა პორტში არ არის შეუძლებელი უბრალოდ გემიდან ტვირთი თვითმფრინავში აღმოჩნდეს 40-45 წუთში და ეს არის ამ პორტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და ამიტომაც არის რომ ძალიან ბევრი პროდუქტი, მათ შორის ტექნიკა, იქნება სამკაული, იქნება თუ ტანსაცმელი ჩამოდის ხშირად სწორედ დუბაიდან, რადგანაც დუბაი არის ის ადგილი, სადაც გლობალურად ტვირთები იყრის თავს და შემდეგ ნაწილდება მთელ რეგიონზე და თუ ეს ასე ხდება, აი ამ პორტის დამსახურებაა. გლობალურად ტვირთების თავშეყრის არა, მაგრამ გატარების კუთხით არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ზონა, სადაც მდებარეობს რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფი პორტი, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს პორტ კლანგზე, რომელიც მალაიზიაში მდებარეობს, ისევაც
მალაკის სრუტეში. იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ნახსენები სინგაპურის პორტი მდებარეობდა. ამ შემთხვევაში, რაც გამოარჩევს მალაიზიის პორტს, როგორც აღნიშნეთ და აქვე მცირე ინფორმაციული ნაწილი ვახსენოთ, რომ 14.6 მილიონი TEU კონტეინერი ყოველწლიურად გადის ამ პორტიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც პორტკლანკს აქვს, არის ის, რომ მის სიახლოვეს მდებარეობს ინდუსტრიული ცენტრი, ბიზნეს ცენტრი, რაც აძლევს საშუალებას თავისუფალი სავაჭრო ბიზნესით დაინტერესებულ მსხვილ მოთამაშეებს, რომ სწორედ ეს სექტორი გამოიყენონ. აქვე საინტერესო რაც უნდა იცოდეთ ასევე პორტკლანკის შესახებ არის ის, რომ ის პირდაპირ არის მიერთებული ყველა ძირითად და მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძთან და ყველა ძირითად და მნიშვნელოვან ინდუსტრიულ კვანძთან, რაც აძლევს პორტკლანკს საშუალებას, რომ იყოს პირდაპირ გამტარი ყველა საჭირო პროდუქტის. ის ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება, ჩრდილოეთის ნაწილი არის ძირითადად განკუთვნილი სწორედ კონტეინერებისთვის, ხოლო სამხრეთის კომპონენტი მთლიანად არის განკუთვნილი ისეთი ნედლეულის გადაზიდვისთვის, როგორც არის ნავთობი, როგორც არის გათხევადებული ბუნებრივი აირი და სწორედ ეს აქცევს მას გამორჩეულად, რადგან მას სწორად აქვს ლოგისტიკა გადანაწილებული და ამით ახერხებს ის, რომ არ იყოს იმდენად დატვირთული, რომ ვერ მოახერხოს დიდი ტვირთების გადაზიდვა. მოკლედ, აი ასეთი იყო მსოფლიოს 5 ყველაზე დატვირთული და აქტიური საზღვაო პორტის რეიტინგი, როგორც ხედავთ, პორტებს ნამდვილად შეუძლიათ ეკონომიკური სასწაულის მოხდენა და იმედი ვიქონიოთ, რომ მოდესღაც ამ სასწაულს საქართველოშიც ბეზიარებით. მოკლედ, ასეთი არის დღევანდელი ჩვენი რეიტინგი. საქმის საღამოს დასრულების შემდეგ კი თქვენ ტრადიციულად წინგელით თელარა გელანდია საავტორო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. ანაკლი სპორტს სრულად სახელმწიფო ააშენებს და მართავს. მარიამ ქრივიშვილის განცხადების თანახმად, მთავრობამ პროექტის განხორციელება ახალი მოდელით გადაწყვიტა, თუმცა არ დაზუსტებულა, რატომ დასრულდა უშედეგოდ ჩინურ კონსორციუმთან ორწლიანი მოლაპარაკებები. მინისტრს არც ის დაუკონკრეტებია ჯამურად, რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან $1.1 მილიონიანი ლარის პროექტისთვის. რა გავიგეთ ეკონომიკის მინისტრისგან დღეს და მთავარი თემები, რაზეც მარიამ ქრივიშვილს არ უცაუბრია. რჩება თუ არა ანაკლიის სპორტი ხელისუფლების ხელში ერთადერთ სავაჭრო ინსტრუმენტად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. რო გავაგზავნოთ გადაცემა საფონდო ბაზრების მიმოხილვით და ტრადიციულად უნდა დავიწყოთ გამვლელი კვირის შეჯამებით, რომელიც საკმაოდ პოზიტიური იყო ამერიკული ბაზრისათვის. ჩვენ 1%-იანის დავიღლეთ და დღესაც პრინციპში ეს ტენდენცია გრძელდება. ძალიან კარგი განწყობა აქვთ ინვესტორებს. ამას ისიც ადასტურებს, რომ S&P 500 გაზრდილი არის 0.70%-ით. Dow Jones-ი ამ მინიმალური ზრდითაც კი დღეს ავიდა ახალ რეკორდზე და Nasdaq-ს აქვს +1.28%. სხვათა შორის Nasdaq-ს დაახლოებით 3% აშორებს ახალი რეკორდის დამყარებას და S&P 500-ს დაახლოებით 1.7%. მოკლედ ეს შედეგები შეიძლება მომდენო 2-3 დღეში ისედაც დაიდოს და ახალი რეკორდებიც გაფორმდეს. ის კორექციის ფაზა, რაც იყო აქამდე კევინ მურში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრინციპში არის უკვე დასრულებული, ბაზარი შეეგუა ახალ რეალობას და დაუბრუნდა ჩვეულ ტრაექტორიასა და ტენდენციას. ეს კარგად გამოისახება და გამოიხატება კომპანიების აქციებშიც, როგორც ხედავთ, ლამის ყოველი მათგანი დღეს გაზრდილია. Nvidia 1%-ით, Apple-იც 1%-ით, Google დაახლოებით 1.5%-ით, TSMC რაღაც საოცრებებს ახდენს პირდაპირ 5%-ით დღეს გაზრდილი, Broadcom-ი 4%-ზე მეტს აჩვენებს, Tesla +6%, Meta კი +2%. ლამის ყოველი მათგანი არის გაზრდილი. ყველას ძალიან კარგი შედეგები აქვს ბოლო პერიოდში, ფინანსურადაც და გრადობის მიმართულებითაც. თან ერთი მნიშვნელოვანი ამბავი აქ ის არის, რომ მომავალი კვირიდან უკვე იწყება earning-ების სეზონი. ჩემთვის საყვარელი პერიოდი, ანუ კვარტალური შედეგების გამოქვეყნების ეპოქა, როდესაც ხულმა კომპანიებმა უკვე უნდა გაგვაცნონ თავიანთი ფინანსური შედეგები, უბრალოდ მომავალი კვირიდან ძალიან ბევრი რამ გვექნება სანახავი, საფიქრალი და ნახავთ რეალურად როგორი შედეგები დადეს წინა კვარტალის განმავლობაში ამ კომპანიებმა, ალბათ ყოველ მათგანს ექნება რეკორდული შედეგები, როგორც ამას უკვე მივეჩვიეთ ბოლო წლების განმავლობაში. სანამ დაველოდებით მომავალ კვირას, ეს კვირა საკმაოდ დორე იქნება, მაგრამ მაინც კარგად იწყება ის, თუმცა იგივეს ვერ ვამბობთ ევროპის რეგიონზე, სადაც ინვესტორების განწყობა ცოტა არიღოზნა მინელებულია და ევროპის ექსპორტის კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის შემცირებული 0.35%-ით. შანხაიდან კი დღეს საერთოდ უცვლელია მათზე საუბარსაც არ აქვს დიდად აზრი. დავიდეთ ნავთობზე, როგორც ხედავთ, ის
გაიაფებულია $68-ია WTI სპასი, ბრენდი $71, $72 ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში, ასევე კლება აქვს ბუნებრივად ერთსაც -2% ფარგლებში და 44 ევროთ ივაჭრება იგი, რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლს, ოქრო ჩამოვიდა $4054-მდე, ვერცხლი კი $61 ივაჭრება, მოკლედ მოცემულობა დიდად სახარბიელო ნამდვილად არ არის ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის და არც პრინციპში ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოებისთვის თან თუ დავამატებთ იმას, რომ OPEC-მა მიწოდება გაზარდა და ზოგადად არის ბაზარზე ძალიან სერიოზული მოლოდინი იმისა, რომ მომავალი წლისათვის უკვე ბაზარზე იქნება ჭარბი ნავთობის მიწოდება. მოკლედ ეს ის პრობლემაა, რომელსაც ვუსურვებ ყოველ თქვენგანს, რაჯობია ჭარბ ნავთობს და იაფს აწვავს. გადავიდეთ ახლა უკვე კრიპტო ბაზარზე, აქ მატება გვაქვს საერთო ჯამში 1%-იანი და ბაზრის შეფასება უკვე შეადგენს, როგორც ხედავთ, $2,250 მილიარდ. ყველა ძირითადი კრიპტოაქტივი დღეს გაძვირებულია, ბიტკოინს ერთ კვირაში 6%-ზე მეტი აგზავნა, ეთერეუმი 13%, როგორც ხედავთ 63,500 აღწევს უკვე ბიტკოინი, ეთერეუმი კი $1,800 ფარგლებშია, 216 მილიარდი გვაქვს ამ ეტაპზე კაპიტალიზაცია ეთერეუმისა, ბიტკოინის კი $1,275 მილიარდი და აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ თქვენ გსურთ ბიტკოინის ეთერეუმის სვანების მერე კრიპტოაქტივი შეძენა, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, სადაც 1000-მდე სხვადასხვა კრიპტოვალუტაა წარმოდგენილი და პრინციპში იმ ინვესტორებმა, რომლებმაც ბიტკოინი ერთი კვირის წინ 57,000-ან $58,000 შეიძინეს, თუნდაც CoinMania-ზე უკვე საკმაოდ დიდი სარგებელის მიიღეს, ან ძალიან მოკლე პერიოდში, ერთ კვირაში. ასეთ დიდი სხვაობით მოგების მიღება, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. გადავიდეთ ახლა უკვე ლონდონში, სადაც წინა კვირის ბოლოს საქართველოს ბანკს ჰქონდა რეკორდული შედეგი და დღევანდელი სესია დიდად საინტერესოდ არ გახსნილა. ძალიან მცირედი კორექცია გვაქვს -0.17%-ის ფარგლებში. TBC-ს კი პირიქით დააქვს -0.71%, თუმცა რეკორდამდე ჯერ TBC საკმაოდ შორს არის. ასევე რეკორდულად კარგი შედეგი აქვს რაღაცნაირად ჩვენს ეროვნულ ვალუტას ბოლო პერიოდში. მისი გამყარების ტენდენცია დოლართან მიმართებით გრძელდება და დღესაც არ არის გამონაკლისი, უკვე კურსი გვაქვს ზუსტად 2.64. ევროსთან კურსი არის 3.01, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.52. ასეთი ტენდენციები და ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმის აღამოს კი ჩვენ ვაგრძელებთ დღის სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების მიმოხილვით. გლობალური ბიზნეს ამბებით გავაგრძელოთ საქმე ის აღამო და დავიწყოთ სამხრეთ კორეული კომპანიით, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია და არის ნახევარგამტარების წარმოებელი. ეს არის SK Hynix-ი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო გაყიდვა დაიწყო აქციების, რომლის მიზანიც არის ჯამში $28 მილიარდი მობილიზება. მარეგულირებელი ორგანოს დოკუმენტაციის მიხედვით NASDAQ-ის ბირჟაზე დეპოზიტარული ხელწერილების სახით 17,790,000 ახალი აქცია გაიყიდება. ფასების დიაპაზონი სეულის საფონდო ბირჟაზე არსებული ფასებიდან დაითვლება, საბოლოოდ ხუთშაბათ შეჯერდება საბოლოო ფასი აქციაზე და შესაბამისად პარასკევიდან უკვე დაიწყება გაყიდვები. არსებული მონაცემებით მოზიდული კაპიტალი სამხრეთ კორეაში ახალი ქარხნების მშენებლობას და ასევე ჩიპების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, მათ შორის ნიდერლანდური ASML-ის ultra E-სფერის სკანერების შესყიდვას მოხმარდება. ეს არის SK Hynix-ის გეგმები, რომელიც უკავშირდება საჯარო განთავსებას და გაყიდვას აქციებისა და 28 მილიარდის მოზიდვას. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს განთავსება რეკორდული იქნება, მეორე რეკორდი იქნება პრინციპში Elon Musk-ის SpaceX-ის შემდეგ, რომელმაც 85,7 მილიარდიანი ასე ვთქვათ ინვესტიცია მოიზიდა პირველადი საჯარო შეთავაზების ფარგლებში. SpaceX-ი არის ამერიკული კომპანია და ამერიკულ ბირჟაზე გავიდა და SK Hynix-ი არ არის ამერიკული, კორეული კომპანია, რომელიც გავა ამერიკაში და მაინც იქნება მეორე და მაინც გლობალურ ასე ვთქვათ უცხოური კომპანიების ლისტინგ შორის დაამყარებს ახალ რეკორდს. ხო, Saudi Aramco-ს და Alibaba-ს გადაასწრებს ისტორიული მაჩვენებლები მათ ჰქონდა და შესაბამისად ჩამორჩება ასე ვთქვათ SpaceX, როგორც უკვე ვახსენეთ. SK Hynix-ი წარმოადგენს მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების ჩიპების უმსხვილეს მიმწოდებელს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად არის 1.1 ტრილიონი დოლარი და 700%-იანი ზრდა აქვს კომპანიას ერთი წლის განმავლობაში. აი ამონა ასეთ დას გისურვებთ. აი ინვესტიციას როცა გულისხმობთ, აი ამას ვამბობთ 700% შვენიერია. ხო, ასეთი შედეგი რამდენიმე კომპანიამ უკვე დადო. Nvidia იყო მაგალითად წინა წელს ესეთი
ასევე იყო, რა თქმა უნდა, Broadcom-ი, რომელმაც ფანტასტიკური შედეგი დადო, იყო Samsung-ი, SK Hynix-ი და ძალიან ბევრი კომპანია, რომლებმაც 700 და 1000% ისე დადეს, თითქოს არაფერია და ეს ანალიტიკოსებს და მათ ნაწილს რეალურად აშფოთებს. და ერთ-ერთი ასეთი ძალიან მსხვილი და სერიოზული მოთამაშე არის Bank of America. ერთ-ერთი ყველაზე ძველი სანდო საფინანსო ინსტიტუტი პლანეტაზე, ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი, რომლის საინვესტიციო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს არ არის კარგი, რაც ხდება, ეს +700 და +1000% არ არის ნორმალური და მათი შეფასებით უკვე ბაზარი არის ფაქტობრივად სპეკულაციური ვუშტის ფინალურ ფაზებში. გასწდომამდე ორი ნაბიჯი გვაშორებსო, ასე ამბობენ Bank of America-ში და მათ სხვადასხვა S&P 500-ის წლის, ანუ მომდევნო 12 თვის პროგნოზი ისე ვით დატოვეს, სადაც იყო 7100-იან ნიშნულზე, რაც ავტომატურად იმას გვერდცხობს, რომ მათი პროგნოზი S&P 500 შემცირდება, რადგან ის უკვე 7600-იან ნიშნულზეა და თუ 7100 ტოვებს, ესე იგი შემცირების მოლოდინი გაქვს ამ ეტაპზე. რაციონალში მათ განმარტეს, რომ პირველი ეს არის უბრალოდ აბსურდული შეფასებები, ინვესტორები პულს ასხამენ ყველაფერში, რაც საერთოდ AI-სთან არის ასოცირებული, მათ შორის ფეხსაცმლის კომპანიაც კი ვნახეთ, რომელსაც თვითონ GPU-ები იყიდა და 800%-ით გაიზარდა ერთ დღეში, ეგეთი სიგიჟეებიც არსებობს. და ამას მე ემატება მეორე X ფაქტორიც, ეს არის Fed-ი, მისი ახალი ხელმძღვანელი, რომელიც რას ფიქრობს, აღარავინ აღარ იცის, უკვე ალბათ მისმა მეუღლემაც აღარ იცის, უკვე რა აქვს მას გულში ისეთი ენიგმატური პიროვნება შეგვჭა ბოლოს ხელში და მოკლედ Bank of America ფიქრობს, რომ წელს შეიძლება Watch-მა საერთოდ 3 ჯერ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი. არა თუ შეამციროს და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ S&P 500-ის შემცირება ეს არავის არ გაგვიკვირდეს პირიქით -20%-ით რომ ნახოთ, ეგეც აღარ გაგვიკვირდეს. შეიძლება ცოტა იყოს კიდევ შემცირება 7600-ზე და ნუ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ Bank of America არის რაღაცნაირად ძალიან უცნაურ პოზიციაში Wall Street-ზე დიდ ბანკებს შორის მხოლოდ მას აქვს ასეთი პროგნოზი. ყველაზე რადიკალური პროგნოზი არის რეალურად ეს პროგნოზი და თუ შევხედავთ JP Morgan-ის, Goldman Sachs-ის ან სხვა რაღაც Ray Dalio's hedge fund-ის პროგნოზებს, ისინი საერთოდ სხვა რაღაცას პროგნოზირებენ 20%-იანს და მოელიან. სამეგობროში რო ვიღაც ძალიან პესიმისტური განწყობაზე Bank of America თამაშს დაკავშირებულია Bank of America დღეს არა შანსი არ არის. ეს ამბავი არ გამოვა ისე S&P 500-ს გასხმული აქვს ესე ამბობს Bank of America მოკლედ. ევროპულ მწარმოებლებს ავიაციის მიმართულებით, აეროკოსმოსური მიმართულებით აქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რაღაცა კონსორციუმივით ყალიბდება, საუბარი Airbus-ზე, Leonardo-ზე და Thales-ზე და ისინი თანამგზავრების წარმოებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის მიმართულების განვითარების მიზნით ერთიანდებიან პრინციპში 2027 წლიდან. ალბათ SpaceX-ის სხვა კონკურენტი ამ მიმართულებით არ არის გლობალურად. კიდევ შემოიკრებონ 1-5 კომპანია. სწორება უნდა იყოს SpaceX-ზე უნდა იყოს სწორება, ჯერ ისინი ახლა იწყებენ და SpaceX რაღაცები უკვე დამთავრებული აქვს. მივდიოდი თქვენ მოდიოდით ამბავია შეუძლია ილონ მასკმა 10000 სატელიტი ხომ არ აქვს შემთხვევით გაშვებული უკვე. თუმცა ევროპა ფიქრობს რომ ამ მიმართულებით გააქტიურება არის გარდაულად აუცილებელი. ცოტა გვიან, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ეს ანდაზაც ეცოდინებათ ევროპაში სავარაუდოდ. მოკეთ SpaceX არის მთავარი სამიზნე. სამიზნე რა პრინციპში მასთან კონკურენცია და იმ ტექნოლოგიების შეთავაზება უკვე ევროპული ბაზრიდან, რომელიც SpaceX განვითარებული აქვს და გააჩნია. ახალი სტრუქტურის ფლობელებს შორის წილები უკვე გადანაწილდა, კერძოდ Airbus-ის აქციების 35%-ია ჯამურად, ხოლო Leonardo და Thales-ი მიიღებენ 22.5%-იან წილებს. არსებული ინფორმაციით ერთობლივი კომპანია ევროპის მასშტაბით დაახლოებით 25000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ეს მნიშვნელოვანი ამბავია და მისი წლიური ბრუნვა სავარაუდოდ 7.5 მილიარდს მიაღწევს. SpaceX-ის დონეზე ძალიან პატარაა მასშტაბი, თუმცა ასე ამ ტიპის გაერთიანება ევროპაში არ ყოფილა და ამ მიმართულებით სვა ჯერჯერობით არის სიახლე, რომელსაც ეს სამი გლობალური პრინციპში და თავის სექტორში საკმაოდ კარგი კომპანია განახორციელებს. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ახალი სუბიექტის ჩამოყალიბების იდეა MBDA-ის სარაკეტო საწარმოს მოდელს ეფუძნება. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ გაერთიანება სატელეკომუნიკაციო ნავიგაციის და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამებში ევროპული პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და SpaceX-ის მონოპოლიის დასრულებას, რაც ალბათ სავარაუდოდ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა, ვიდრე პირველი, რომელიც გაძლიერებას უკავშირდება.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ British Airways-თან მარკეტინგულ კამპანიაზე ამჯერად 59000 ფუნტის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ავიაკომპანიამ ტურიზმის ადმინისტრაციისთვის სარეკლამო კამპანიის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს. მთავრობა ბოლო წლებში რეკორდულად გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა სიას ამცირებს. ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22000-ზე მეტ ოჯახს შეუწყდა. 5 თვეში სახელმწიფომ 40000-ზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და კიდევ იგეგმება 65000 ოჯახის შემოწმება. საქართველოში 2026 წლის იანვარ-მაისში ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით 5 თვეში 48,800,000 ღირებულების 33562 ტონა ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები შევიძინეთ. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. რო ვისაუბროთ ტრამპზე და მის კრიპტო იმპერიაზე და მის ერთ ძალიან საინტერესო კრიპტო პროექტზე. ეს არის ტრამპის მიმკოინი, რომელსაც ტრამპი ქვია, პირდაპირ, ზოგი მას ტრამპ კოინსაც კი ეძახდა და ის საფონდო ბირჟაზე იყო წარმოდგენილი. იგი დაილისტა მაშინ, როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი და ინაუგურაციამდე და 3 დღით ადრე გამოუშვა და ინვესტორებს უთხრა, რომ შეეციეთ აბა თქვენიც. ინვესტორები შეესწრნენ კიდეც და მილიონზე მეტმა ინდივიდუალურმა ინვესტორმა შეიძინა ის და მილიონივე ზარალზეა. რა თქმა უნდა ზარალზეა, ყველგან სად იქნება. მოგებაში ვინ არის? ტრამპი. ხოლო ტრამპი. და მისი მეგობრები. ესე იგი. 98%-იანი ვარდნა აქვს ამ საინტერესო კოინს, 98%-იანი, $75 დოლარამდე ჩამოვიდა ის და ფენომენალური შედეგია პირდაპირ. არა, 2 წლიან პერსპექტივა. ხო, დაახლოებით 2 წლიანი პერსპექტივა და ამ ყველაფრით რეალურად მიადგათ მათ თითქმის $3,800,000,000 ზარალი. იმიტომ რომ შეიძინეს ეს კოინი. აქ საინტერესო ვინ მოიგო, ხო? კითხვა დაისვა ესეთი და ეს ფინანსური ანგარიშგებიდან ტრამპმა თვითონ თქვა ვინც მოიგო. თვითონ $636 მილიონი მოიგო მან და ასევე მისი გარემოცვის წევრებმა, სავარაუდოდ მისმა ოჯახის წევრებმა, ამხანაგებმა, მეგობრებმა, მათ ვისაც ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ, მათაც დაახლოებით $1,000,000,000 ხეერი მიიღეს და ამითი ინვესტორებს ხელში შეატოვეს ტოკენი, რომლის ღირებულებაც არის რეალურად ნული. არანაირი ფუნქცია მას არ გააჩნია და ის არის უბრალოდ არაღირებული აქტივი, მაგრამ ტრამპმა გამოიყენა თავისი საპრეზიდენტო შესაძლებლობა ბოროტად ისარგებლა პრინციპში ინვესტორების დობით და მათ დააკარგინა ფული, თუმცა ესეც შერჩება ხახობით, როგორც იტყვიან, რადგანაც კრიპტო აქტივები ამერიკაში ისე არ არის რეგულირებული, როგორც აქციები, ამ საკითხზე დავა სასამართლოში იქნება ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ კოლექტიური სარჩელი შევა აი ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ და ის ინვესტორები, რომლებმაც ეს კრიპტო შეიძინეს, ალბათ სასამართლოსაც მიმართავენ მინიმუმ გულის მოსაფხანად თუ არა საქმის მოსაგებად. კი ბატონო, ნავთობზე გადავიდეთ და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, OPEC და მისი მოკავშირეები, ანუ OPEC+ ფორმატში, აგვისტოში ნავთობის ერთობლივი მოპოვების დღეში დაახლოებით 180,000 ბარელი გაზრდის გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ მოპოვების ყოველთვიური ზრდა უკვე ზედიზედ მეხუთედ განახორციელა პრინციპში და ნავთობის გლობალური ფასების კლების ფონზე, როდესაც მიწოდების ნაწილის იზრდება, ეს დიდად გავლენას არ მოახდენს, ასე ვთქვათ, რაღაცა ყოველდღიურ ფასებზე და ვაჭრობაზე უფრო რაღაცა სიმბოლური გადაწყვეტილებაა, რომელიც OPEC-მა ამ შემთხვევაშიც მიიღო და ეს მოცულობას პრინციპში ბაზრისთვის იქნება სიმბოლური. ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი $72 ფარგლებშია და WTI $68 ღირს დაახლოებით და ურალსის ფასი მეცემა $51 შეადგენს. პრინციპში ტენდენცია ისეთია, რომ კი ჰორმუზის რუტაში თითქმის სრულად აღდგენილია, მაგრამ ის სავაჭრო გამტარუნარიანობა ჯერჯერობით დაბრუნებული არ არის. მიუხედავად ამისა, დაახლოებით რაღაც ომამდელ ნიშნულს აუბრუნდით, ცოტა აღემატება. მაგრამ ბევრი ტანგარი ჯერაც ჩარჩენილია. კი, ჩარჩენილია, იქ რაღაცა საცობივით არის შექმნილი და როდესაც ეს ნავთობიც გამოვა ბაზარზე, ამ მივა იქ სადაც საჭიროა. სავარაუდოდ ფასების კლების ტენდენციას კიდევ უნდა ველოდოთ და ნახოთ შეიძლება OPEC-მა აგვისტოშიც გადახედოს მიწოდების მაჩვენებელს და გაზარდოს კიდეც ზედიზედ მე-6-ჯერ. ხო, ნავთობის გაიფება კარგი ამბავია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიწოდების ზრდაც კარგი ამბავია, რაც არ არის რუსეთისთვის კარგი ამბავი, რომელიც ნავთობის ესეც კარგი ამბავია ჩვენთვის. კი, ესეც კარგი ამბავია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, და ისიც კარგი ამბავია, რომ რუსეთს თან უიაფთება ეს თავისი გასაყიდი ნავთობი
და თან უძვირდება საიმპორტო საწვავი. ესეთი სიგიჟე ხდება რუსეთში, ვიცით რომ იქ არის დეფიციტი, განან რიგებში ჭუბობენ ერთმანეთს ურყავენ, აგინებენ, ვის აგინებენ ისიც აღარ იციან უკვე და აღარ აქვს საწვავი. მოკლედ CNN-მა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა და თქვენს რომ 93 რეგიონიდან თითქმის ყველაში არის უკვე საწვავის დეფიციტი, თუ ადრე მხოლოდ დეფიციტი იყო იქ, სადაც უკრაინამ განახორციელა დარტყმები, ახლა უკვე მთელი ქვეყანა მოიცვა ამ დეფიციტმა, რადგანაც ერთი რეგიონიდან მეორეში გადაიტანეს გადამყიდველებმა და იქ გაყიდა, სადაც მეტი ფული იშოვეს წავიდა ჩალიჩი. კი, რა თქმა უნდა, წავიდა ეგრეთ წოდებული ჩალიჩი და დღეს ამ ჩალიჩით მივედით იქ, რომ ყველგან არის უკვე დეფიციტი და საერთო ჯამში შიდა მოთხოვნასთან შედარებით წარმოების მოცულობა 20% არის შემცირებული, ამასთან ძალიან დიდი ქარხნები არის გაჩერებული. მათ შორის ნახევარზე მეტი არის უბრალოდ ისე დაბომბილი, რომ ალბათ ვიღარც აღადგენენ ეგენი ერთი 10 წლის განმავლობაში და თან ამას ემატება ისიც, რომ უკრაინიდან მოდის მუდმივი რეალური საფრთხე. შეიძლება რაღაც აღადგინო და როდესაც ინაუგურაციის დღე მოგიწევს, იმ დღესვე დაეცემა მას თავზე დრონი და დაფართო. თავიდან დაიწყეთ. აი ესეთი არის მოცემულობა, რუსეთს პასუხი არ აქვს ამ პრობლემაზე. ერთადერთი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ინდოეთიდან მოაქვთ საწვავი აქეთ, ანუ ჯერ გაყიდეს იქით ნავთობი, იმათო გადაამუშავეს და ახლა საწვავს უკან ყიდულობენ, საოცარი ლოგისტიკური ჯაჭვი მოიგონეს. სავარაუდოდ ხარისხიც ამ შემთხვევაში გააფუჭეს უკვე. მაღალი იქნება. ხარისხი გააფუჭეს უკვე. საკანონმდებლო დონეზე გააფუჭეს. ნახე ვიდეოებიც რომ რაღაც წუწუნებდნენ ცოტა შედარებით შეძლებული რუსები, ვისაც არა კარგი ავტომობილები ყავს, რომ ეს ჩვენს ავტომობილებს საერთოდ გააფუჭებსო და მე ვის მიმართოთო ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ელექტრომობილებზე გადაждომაც დაიწყეს, მაგრამ ეგეც არ არის გამოსავალი რუსეთის გეოგრაფიული და ლოგისტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. ხო, არა, შორი მანძილები და ბევრი პრობლემაა, თუმცა ელექტრომობილების გაყიდვები ფაქტია რომ გაზრდილია და ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციას საქმის საღამოს მაყურებელ საქმის კურსს უნდა მეთქვა, მივაწვდით რა თქმა უნდა ამ დღეების განმავლობაში. რუსეთის თემა რომ გავაგრძელოთ, თუ ბენზინი არ აქვთ, საბანკო სექტორსაც არ აქვს კარგად საქმე, როგორც ითქვა. ხო, იმათ ფული არ აქვთ და ზარალზე მუშაობენ და ზარალზე მომუშავე ბანკების რაოდენობა რუსეთში არის მკვეთრად გაზრდილი. კერძოდ 2026 წლის 1 იანვრისთვის ქვეყანაში 34 ასეთი ფინანსური ინსტიტუტი ფიქსირდებოდა, ამჟამად ამ მაჩვენებელმა 60 მიაღწია, თითქმის გაორმაგებულია ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ამჟამად ადგილობრივი საბანკო სექტორის მონაწილეთა თითქმის მეხუთედი, ანუ დაახლოებით 20%, 19.7% ზარალზე მუშაობს ექსპერტების შეფასებით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის შემდეგ, მაშინ რუსეთი უკრაინას შეიჭრა და საერთაშორისო სანქციებიც მიიღეს, მათ შორის რა თქმა უნდა საბანკო სექტორმა. ექსპერტების შეფასებით შექმნილი ვითარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კუმულაციურ ეფექტსაც უკავშირდება, რეგულატორი დიდი ხნის განმავლობაში დაახლოებით 21%-ზე ინარჩუნებდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, თუმცა 2025 წლიდან შემცირება დაიწყო 14.9%-ში შეადგენს ახლა, თუმცა რა თქმა უნდა რეალურად ბაზარს დღესდღეობით ესეც არ შვენის. თუმცა ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ უმეტესი საფინანსო ინსტიტუტების ნაწილი, რომელიც ზარალზე არის, მცირე ორგანიზაციები და საერთოდ ეს თუ 1% შეადგენენ რუსეთში საბანკო სისტემისა ეს ორგანიზაციები, თუმცა ექსპერტ RA აქვეყნებს საინტერესო მონაცემებს და უარყოფითი ფინანსური შედეგები ამ მონაცემების მიხედვით რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამაც აჩვენა. შეეხება პრობლემის კიდევ ერთ მიზეზს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ბიზნეს სექტორს აქტიურად აკრედიტებდნენ, ვინაიდან კორპორაციული დეფოლტის მაჩვენებელმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 2025 წლის მეოთხე კვარტალში ჩავარდნილი კორპორაციული ცეცხლების წილმა 11%-ს გადააჭარბა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 5.8% იყო, აქაც ლამის გაორმაგებაა და ეს პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება უსასრულო ტენდენციით, ანუ ჩავარდნილი ცეცხლების მაჩვენებელის და თუ კომერციულ სექტორს ამ ნაწილში პრობლემები შეექმნა, ეს ავტომატურად ბანკებზეც მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების პრობლემასაც, რადგან ისინი მსხვილი დამკრედიტებლები არიან და საიდანღაც ფული უნდა ამოიღონ პროცენტის სახით. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. მუნდიალი გრძელდება, თუმცა აი ამ გუნდის ბრაზილიისთვის ის დასრულდა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ზეიმი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ ტურნირმა ყველაზე ფერადი, ემოციური და არაპროგნოზირებადი ნაწილი უკვე დაკარგა.
სელესაო სახლში მიემგზავრება და მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება კაცი, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთში ბრაზილიური სულისკვეთება შემოიტანა. დღევანდელი დღის რიცხვი 80-ია. სწორედ ამდენი გოლი გაიტანა ნეიმარ ჟუნიორმა თავისი ქვეყნის მაისურით, რითაც ფეხბურთის მეფეს ლეგენდარულ პელეს გადაასწრო და ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ 80 გოლის მიღმა იმალება ბიჭი, რომელმაც 200 მილიონიანი საფეხბურთო ერის უზარმაზარი მოლოდინები საკუთარი მხრებით ატარა. ჩვენ თვალწინ გაიარა მისმა მთელმა ეპოქამ დაწყებული სანტოსის გამხდარი თავხედური ვუნდერკინდით, რომელმაც ქუჩის ფეხბურთის მაგია ცნობილი ჟოგა ბონიტო მწვანე მინდორზე დააბრუნა დასრულებული ნაკრების გამოცდილი კაპიტლით. ეს იყო ემოციების ნამდვილი ატრაქციონი 2014 წლის მუნდიალზე მიღებული უმძიმესი ტრამვით გამოწვეული შოკი, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს medali და ცრემლები, რომლითაც ის ყოველთვის ავლენდა თუ რას ნიშნავდა მისთვის ყვითელი მაისურის დარება. ბრაზილიის ნაკრების 10-იანის მორგება მსოფლიო სპორტში ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთია. ნეიმარმა ის ღიმილით, წარმოუდგენელი ტექნიკითა და ხშირ შემთხვევაში ადამიანური სისუსტეებით ატარა, მან ვერ შეძლო სამშობლოსთვის სანატრელი მე-6 ვარსკვლავის მოტანა და ეს ფაქტი მის საფეხბურთო მემკვიდრეობას ყოველთვის სევდიან ელფერს შესძენს, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკით და მოგებული თასებით არ იზომება. ის უპირველესად იზომება იმ ემოციით, რომელსაც ფეხბურთელი გულშემატკივარს ჩუქნის და გვჩუქნის. ისტოვებს ეროვნულ ნაკრებს როგორც მოთამაშე, რომელმაც მთელი თაობის საფეხბურთო ესთეტიკა განსაზღვრა, ნეიმარი იყო ტაქტიკური და პრაგმატული ფეხბურთის ეპოქაში ნამდვილი არტისტი. 80 გოლი, ასობით მაგიური დრიბლინგი და მემკვიდრეობა, რომელიც მან ნაკრებში დატოვა, ყოველთვის გაცოცხლდება, როცა რომელიმე ბავშვი ფაველებში ბურთს აიღებს და დიდ ფეხბურთზე ოცნებას დაიწყებს. მოედანზე მისი თამაში ყოველთვის დღესასწაული იყო, დღეს კი ეს დღესასწაული სელესაოსთვისაც დასრულდა. საქმეის საღამო ამით დასრულებულია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით. მომავალ შეხვედრამდე.